ეს საქართველოა. ქვეყანა, სადაც პოპულარობის მოსახვეჭად სრულიად საკმარისია მკერდისა და საჯდომის დემონსტრირება. შესაბამისად, გაითვალისწინეთ ჩვენი პროგნოზი. თუ კი გვანცა ბაგრატიონის შესახებ არაფერი გსმენიათ, ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ მასზე რამდენიმე დღის განმავლობაში ილაპარაკებთ. რას ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია. იოცნებე ჩემზე, ასე ეწოდება ნამუშევარს, რომლის ავტორიც თავის დროზე სწორედ ჩვენ მიერ გაშუქებულ და ანონსებული ფილმის Dark Side-ის რეჟისორი გახლავთ. რატი წითელაძის შემდეგ მასთან თანამშრომლობის ბედნიერება გვანცა ბაგრატიონს ხვდაწილად. გეტყვით რა მომეწონა გვანცაში ეს შრომის მოყარე გოგო ძალიან ბევრ მოდელებსაც ვიღებ მსახიობებს ყველაზე დიდად აი ამას ვაფასებ. სულ იმდენად მაღალი იყო ჩემი რომ არაფერი არ გამჭირვებია პირიქით ძალიან სიამოვნებდა და თითოეული კადრის გადაღება. მალე არ დაჭირდა დიდი ხანი, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან კარგად მუშაობდით შეთანხმებულად. რაც შეეხება თავად გვანცას. გოგონას შესახებ თავდაპირველად სოციალურ ქსელებში ალაპარაკდნენ. მის პერსონალურ YouTube-ის ჩანელზე ატვირთულმა homemade ვიდეოებმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა და მას მერე ბევრი ერთმა კითხვამ შეაწუხა. მაინც ვინ არის ბარბის თოჯინას ასლი? საერთოდ ჩემი ზედმეტ სახელი ყოველთვის ეგრე იყო და ვეცადე რომ უფრო გამემართლებია. ვიცი, ალბათ ვიზუალიდან გამომდინარე წვრილი წელი არის. პროფესიით მხატვარი 21 წლის გოგონა ქართული სამეფო გვარით. თუმცა ეს მხოლოდ ფსევდონიმია. რეალურად ის ნიკოლაევა გახლავთ, მაგრამ რატომღაც ინტერვიუში ამისი გამხელა არ ისურვა. მე ვარ 21-ის მხატვარი ვარ საერთოდ და ვხატავ პორტრეტებს. ძირითადად ტექსტს და სიმღერის ტექსტებსაც მევწე. ზოგი აი სიმღერის ტექსტშიც ვამბობ, რომ ფიქრობენ რომ ვარ გიჟი, ზოგისთვის სხივი მზის, როგორც იქ არის ნათქვამი. და რა ვიცი, ზოგი აგრესიულად არის, ზოგს ძალიან ბევრს უყვარვარ. მე ვთქვი, რომ თავიდან როცა გამოვედი იმედის გადაცემაში, რომ არანაირი სურვილი არ მქონია პოპულარობის, თორე აი ისეთი სტილით არ შემოვიჭრებოდი და გავაკეთებდი რაღაც სერიოზულს. და როცა სერიოზულად გადავწყვიტე, აგერ ხედავთ შედეგსაც, რომ სერიოზულად გავაკეთე. როგორც ამბობს, პოპულარობაზე არც ოცნებობს და ქართულ შოუ-ბიზნესსაც დიდად არ წყალობს. არადა ფაქტია, რომ იქ დამკვიდრებისათვის იბრძვის. მოდი ამ დაცემულ შოუ-ბიზნესს ვეცდები, რომ ავამაღლა. რაც საჭირო იქნება, ყველაფერს გავაკეთე. ალბათ გვანცას პოპულარობისათვის შეფარულ ბრძოლას უნდა მივაწეროთ ის ფაქტიც, რომ გოგონა საკმაოდ ხშირად თინეიჯერების საყვარელი რეპერის ბერას სახელს ახსენებს და იმ ისტორიასაც სამამატყვება. თუ როგორ გაიცნო ქართველი სუპერსტარი. ამ ამბის რეალობაში შეიძლება ეჭვით შეგებაროთ, თუმცა ამ თემაზე მაინც და მაინც ბევრი არ იფიქროთ. ალბათ ამაზე მნიშვნელოვანი განსასჯელიც საკმაოდ გაქვთ. რომ კარგი ბიჭია და რა ვიცი, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. ანუ პირადად იცნობ. უბრალოდ თავედი მეთქი გავიცნობ ამ ადამიანს. ყველა მაგაზე ლაპარაკობდა და დამაინტერესა როგორი პიროვნება იყო. რა თქმა უნდა, იქ არც ვიცოდი სად იყო სტუდია, ავედი მამამისის რეზიდენციაში. დაცვა დაგხვდა, ველაპარაკეთ, კი შეგვიშვით, რა თქმა უნდა, სტუდიის მისამართიც არ გვითხრეს. გავიცანე მე მაგის რამდენიმე მეგობარი, გავიგე სტუდიის მისამართის, ჩემთვის არანაირი პრობლემა არ აქვს. ვინმეს მისამართის გაგებას, მით უმეტეს იმისას ვისის დავინტერესდი. და რა ვიცი, მომიდა ასე გაცნობა და უცებ ისე მოხდა, რომ გავიცანი. ისიც თავის საქმით არის დაკავებული მეც ძირითადად და ხანდახან თუ რა ვიცი. აი რაც შეეხება კლიპს, მის მხატვრულ ღირებულებაზე დავა თქვენთვის მოგვინდვია. თუმცა ბარბის იმიჯის მქონე წარმორჩილი, ქერა, ოდნავ დისტროფიული გოგონა ყველაში განსხვავებულ ემოციას იწვევს. ბევრს აღიზიანებს, ხალხის დიდ ნაწილს კი უბრალოდ ვერ გაუგია, რას ემსახურება YouTube-ზე მის მიერ დადებული კლიპები. ძირითადად ფეხით არ მოძრაობ და იშვიათად მიწევს საზოგადოებასთან შეხება და ისე რეაქცია ზოგი სურათს მიიღებს და რა ვიცი. ადრიდან ადრევე იყო ეს ყურადღება, მე ადრე ვიყავი როკეჯი გუფი მყავდა, Black Angels-ი, მაგის სოლისტი ვიყავი და მქონდა ეს გამოხმაურებები, მაშინ ძალიან პატარა ვიყავი. აგრესია უყვართ. რა თქმა უნდა, იქნება აგრესია, საკმაოდ წამოვა, მაგრამ არის ისეთი საზოგადოებაც, რომელიც შეხედავს დადებითად, შეაფასებს დადებითად
და რა ვიცი, ძირითადად არსებითი მნიშვნელობა ჩემთვის იმდენად არ აქვს, ვინ რას იტყვის. დღეს Music Box-ის ეთერში გვანცა ბაგრატიონის კლიპის „იოცნებე ჩემზე“ პრემიერაა. მისი ყურების საშუალება მხოლოდ საღამოს საათებში მოგეცემათ. რამდენად იოცნებებთ ბარბის თოჯინობის მსურველ გოგონაზე, ეს თქვენთვის და თქვენი გემოვნებისათვის მოგვინდვია.